სინამდვილეში საბოლოო ჯამში როცა მით უმეტეს ოპოზიციას ყოველთვის აქვს ხოლმე გამოწვევა ყველა არჩევნების წინ რომ აქტივობა იყოს ოპოზიციურად საპროტესტო ელექტორატის მოკლედ როცა აი ამ ელექტორატის დიდი ნაწილი თუნდაც არ ვიცი 30-40% იყოს მოდი ასე ავიღოთ გეუბნება რომ უბრალოდ არ მოვალ ამ არჩევნებზე აში რისთვის გადიხარ ხო როცა იმ პირობებშიც კი როცა ეგ ადამიანები მოდიოდნენ არჩევნებზე მაინც ვერ უგებდი აი მთელ გაყალბების სისტემას რომელიც აქვთ ამათ ხელში მე სამომი ზურაბიშვილის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში თვეების რამდენიმე თვის წინ რაც საჭირებდა აი ეს დახურულ შეხვედრებზე ჩვენ წინაშე ვიცი და მახსოვს უბრალოდ ის მაინც ღიადაც თქვა 26 მაისსაც 5-შიც ანუ ღიადაც კაფიოდაც იყო ამ დროის უბრალოდ ამ მომენტში არჩევნებში ამ ვითარებაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. უბრალოდ ამ მომენტში არის სიტუაცია შექმნილი ისეთი, როდესაც ცდილობს უბრალოდ ანგარში გაუწიოს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციას და საბოლოო ჯამში აი ეს კონსოლიდაცია პოზიციების დაახლოება როგორღაც მოხდეს აი ამ პოლიტიკურ ძალებს შორის, იმიტომ რომ მე მათ შორის როცა აი ეს ლიდერები თუნდაც ბატონი მამუკა და ბადრი იყვნენ თავისუფლებაზე რამდენიმე კვირის წინ იმის გამო რომ აი ესე გამწოვდა სიტუაცია ოპოზიციის შიგნით გადავწყვიტე რომ მივსულიყავი პარტიაში და უბრალოდ გამეგო მათი პოზიცია და იქაც კი იმის მიუხედავად რომ ყველა არ არის ამ პარტიაშიც კი ისე როგორც გახარიასთან არწმუნებული საკუთარი პარტიული პოზიციის აბსოლუტურ გასვლაზე კი ამას გულისხმობ იქაც კი საბოლოო ჯამში ყველა აღიარებს რომ ყველაზე უფრო კატასტროფიული სცენარი იქნება ოპოზიციის აი მთავარი ბირთვის აბსოლუტურად გახლეჩვა ორ ნაწილად და ნაწილი მათგანის შესვლა აი ეგრეთ წოდებულ არჩევნებში და ნაწილის საარჩევნო პროცესის მიღმა დარჩენა, მაგრამ მე უბრალოდ ყოველთვის ვამბობ რომ აი ამ პროცესს, რასაც ვხედავთ ივანიშვილის 4 ოქტომბრის არჩევნების სახით საერთოდაც ვერ განვიხილავ არჩევნებად, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერს და რასაც ვიძახდით აბსოლუტურად გულწრფელად მომდევნო დღეების განმავლობაში, აი ამ არჩევნების შემდგომ ივანიშვილმა საერთოდ მოკლა და გაანეიტრალა და გაანადგურა ამ ქვეყანაში არჩევნები, როგორც ასეთი მთავარი დემოკრატიული ცვლილების ინსტრუმენტი ხალხის ხელში. ის, რასაც 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული არჩევნების სახით საბოლოო ჯამში ნახავთ, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კლოუნადა დადგმული ივანიშვილის მხრიდან და აქ რაღაცა ფონად შესვლა რომელიმე პარტიის რო რაღაც ანტურაჟის როლი შეასრულოს, მე მგონია რომ ყველაზე უფრო კატასტროფიული სცენარი იქნება. მაგრამ მათ აქვს აი ასეთი არგუმენტი და მე მომისმენია და თვითონ თქვენგანსაც დარწმუნებული ვარ მოსმენილი გაქვთ რომ მაშინ რა ხდება ბოიკოტის შემთხვევაში და ბოიკოტის შემდეგ რა ხდება მაშინ ეს აი 5 ოქტომბერს როცა ვიღვიძებთ კი რა ხდება ანუ ამ გეგმას მიუხედავად იმისა რომ ელენე ხოშტარია ხშირად საუბრობს ამ გეგმაზე და დღევანდელ ორივე შემთხვევაში ისმის აი შეკითხვა რა ხდება 5 ოქტომბერს როცა ვიღვიძებთ იმ შემთხვევაშიც თუ აი ეს ოპოზიციური სპექტრი გავა ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არ გავა. საბოლოო ჯამში ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთადერთი გზა არის აქეთა მხრიდან ძალის, მათ შორის ფიზიკური ძალის